ფინალური ეტაპიც დადგა, თქვენ ბევრმა ნახეთ და გულთან ახლოს მეიტანეთ ჩემი ცხოვრების ის ცუდი პერიოდი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ გავასაჯაროვე და რა თქმა უნდა მივმართე სპეციალურ ორგანოებს სიმართლის დასადგენად. ფინალური ეტაპი იყო უკვე უზენაესი სასამართლო და საბოლოოდ მაინც ვფიქრობდი, რომ უზენაესი სასამართლო თავის საქმეს იტყო და თუმცა ეჭვიც არ შემპარვია, რომ მხარე რომელსაც წარმოვადგენდი, რა თქმა უნდა იქნებოდა. მოდი მე ხა ეტაპობრივად გაგაცნობთ ყველაფერს, აქ დავმალავ. უნდა დავმალო, იმიტომ რომ მე არასრულწლოვანის სახელი და გვარია ნახსენები და ეს არის აღსრულების ფურცლით დავიწყებ, სადაც ნათია ბაღათურია და ნატო ჩარკაძიას სახელი და გვარი არის ნახსენები, აი ამას ყველაფერს რა თქმა უნდა მე თუ გაინტერესებთ. აი ნათია ბაღათურია, ნატო ჩარკაძია. ნატო ჩარკაძია არის ნათიას დედა, რომლის სახელზეც იყო ორი უძრავი ქონება და რა თქმა უნდა ნათია ბაღათურია ნატოს გარეშე ვერ გაყიდიდა სახლს, შესაბამისად თანამზრახველი, ან არ ვიცი რაც ქვია, დედამისის სახელზე იყო ქონება და შესაბამისად ნატომ იცოდა ყველაფერი. ეხლა საქალაქო სასამართლოს განაჩენი, მოკლედ გეტყვით, იმიტომ რომ ბევრი ფურცელია და მე ეს ყველაფერი უკვე ნათქვამი მაქვს. სამოქალაქო სასამართლომ დაადგინა, აი აქ ახლოს მოვიტან, ირაკლი წიწავა ცნობილი იქნეს დამნაშავედ. ნათია ბაღათურია ცნობილი იქნეს დამნაშავედ. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. შემდეგი არის სისხლის სამართლის საქმეთა თბილისის სააპელაციო სამართლოს სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც რა თქმა უნდა ეს მხოლოდ სამოქალაქო დავა არ იყო, ეს იყო სისხლიც და აქაც სისხლის სამართლის საქმეში ირაკლი წიწავა ცნობილი იქნეს დამნაშავედ, ნათია ბაღათურია ცნობილი იქნეს დამნაშავედ. მათ ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 114 მეუღლის მეორე ნაწილის A და ამავე მეუღლის მესამე ნაწილის რაღაცა, ესე იგი, რაც ითვალისწინებს რას? მათ საწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხა მიითვისეს და ეს რას ნიშნავს? რომ ბევრისთვის შეიძლება ეხა პირდაპირ ესენი იყოს გაუგებარი და ადვილად გასაგები რო იყოს, გეტყვით ერთი სახლი გაყიდეს ორჯერ. მე გთხოვთ რომ ვინც იცნობთ თუ არ იცნობთ და ეხლა მისმენთ, არ დაუჯეროთ არაფერს მათ ნათქვამს, იმიტომ რომ მნიშვნელობა არ აქვს ისინი რას ამბობენ, თავარი არის ფაქტი, სასამართლო რა და სასამართლოს გადაწყვეტილება არის მართალი. მნიშვნელობა არ აქვს თაღლითი რას იტყვის. ესე იგი ეს არის სისხლის სამართლის ირაკლი წიწავა ცნობილი იქნეს დამნაშავედ, ნათია ბაღათურია ცნობილი იქნეს დამნაშავედ. დიდი ოდენობით ჯგუფურად თანხის მითვისებაში არიან სისხლის სამართლის საქმეშიც დამნაშავედ აღიარებულები. და ეს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება. აქაც მოდი იცით რას ვიზავ? ასე ვიზავ. ირაკლი ბაღათურია ცნობილი იქნეს დამნაშავედ და ნათია ბაღათურია ცნობილი იქნეს დამნაშავედ. ეს არის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება და მესამე პუნქტს კიდევაც გეტყვით, სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ირაკლი წიწავამ, აი აქ ხაზი მაქვს გასმული, ირაკლი წიწავამ და ნათია ბაღათურიამ ჩაიდინეს თაღლითობა. ესე იგი, მარცხსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის დაუფლება მოტყუებით.
ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ. და აქ მოყოლილია როგორ და რანაირად მოხდა დეტალურად. აქ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ გეტყვით. უზენაესმა საქმე დატოვა უცვლელი. ანუ რაც მე სამოქალაქოსი და სისხლის სამართლის საქმეებში განახეთ, ცნობილი იქნეს დამნაშავედ, ისინი არიან თაღლითობაში დამნაშავეები, მთელი ცხოვრება ისინი იქნებიან თაღლითები, იმიტომ რომ მე მომაყენეს უდიდესი ზიანი, მე ჩემ ვიდეოებში ვამბობდი, რომ შენ შეიძლება მოიგე ომი, ბრძოლები, მაგრამ მე მოვიგებ ომს თქო და ეხლა რატომ ვარ აქ და რატომ ამ ადგილიდან. მე ყველა გზა ვცადე, რომ სიმართლე დამემტკიცებინა, მე ჩემი სიმართლე დავამტკიცე, მე ვამბობ, რომ შენ ხარ თაღლითი, თქვენ ხართ თაღლითები. ალბათ სხვენია ყველა თქვენ აცნობს, რომ თქვენნაირი თაღლითი ადამიანები ყავს გქონდით, იმიტომ რომ თქვენ მომპარეთ მოტყუებით მიითვისეთ ჩემი ფული და ეხლა დავრჩა მხოლოდ ღმერთის იმედი. მე ისიც დავწერე ჩემ Facebook-ზე, რომ უფლის სამართლის გეშინოდეთ თქო, იმიტომ რომ მე მეტი არაფერი აღარ შემიძლია, მე ჩემი საქმე გავაკეთე, მე საზოგადოებას ვეუბნები, რომ უფრთხილდით ამ სახელს დაგვარს, იმიტომ რომ ვინმეს რო დაედო, მე ვიფრთხილებდი მათთან ურთიერთობას და ამხელა დანაკარგი არ მექნებოდა. გეშინოდეთ უფლის სამართლის, რომელიც უფრო მძიმეა ვიდრე აქ წარმოდგენილი სამართლის. სირცხვილია, როდესაც გოგოს უწერიან ასამართლეობა და კალახია ეს ყველაფერი და რა ვიცი, მეტი რა გითხრათ ხალხო. მნიშვნელობა არ აქვს რა სიტყვის თაღლითი და მატყუარა, თავარი არის ფაქტები, ის რომ სასამართლომ, სამოქალაქომ, სისხლმა და უზენაესმა ყველაფერი ჩემს სასარგებლოდ და ჩემი ოჯახის სასარგებლოდ გადაწყვიტა. მე მინდა გითხრათ, რომ გაცნობილი ანდაზა სამართალი ურმით დადისო და ჩემ შემთხვევაში გამოავლინა ამ ყველაფერმა მე რა დააკისრეს ალბათ დაინტერესდებით, იმიტომ რომ დიდი გამოხმაურება მოყვება ხოლმე. დააკისრეს აღსრულებას გადაეცა საქმე და ის ზიანი უნდა აანაზღაურონ ოდესმე თუ რამე იქნებათ, მაგრამ ეს ყველაფერი იმდენად დაგეგმილი იყო, რომ რა თქმა უნდა აღსრულება სავარაუდოდ მოიკოჭლებს ამ ამბავში. მე ჩემი სიცოცხლის ბოლომდე არ გავჩერდები და ყოველთვის ჩავწერ ვიდეოებს სიკვდილამდე, სიბერემდე, ნებისმიერ დროს ჩავწერ ამას და ნებისმიერ დროს ვიტყვი, რომ ნათია ბაღათურია და ირაკლი წიწავა არიან თაღლითები და ეს იქნება თქვენი ცხოვრების თამდევი ყოველთვის. მე ვითხოვ მხოლოდ ერთს, ჩემ ფულს ვითხოვ. მე არაფერი მეტი არც მომითხოვია და ჩვენ იმაზეც თანახმა ვიყავით, რომ 300-200 დოლარებით გადაეხადათ და საქმე აქამდე არ მივიდოდა და მათ ამაზეც უარი თქვეს, ამიტომაც ასე არ შეიძლება ადამიანებს მოიქცეთ. მე გახსოვთ ვთქვი, რომ 2 არასრულწლოვანი ქუჩაში დამტოვეს თქო. ამიტომ ჩემი შვილები ამ ბრძოლაში ძალიან ნერვები ძალიან გაუფუჭდათ, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან რთული პერიოდი გამოვიარეთ. ეს არ არის პატარა ამბავი, ადამიანები მთელი ცხოვრება აგროვებენ ფულს, რომ სახლი იყიდონ და ვიღაც წიწავა და ბაღათურია მოვა და ის რა ქვია, ჩაიდებს ჯიბეში და მერე მოტრიალდება და ესე და ისე, არა, მოიპარე ფული და მორჩა, აღარ უნდა იმას ახსნა განმარტება. შენ ხარ თაღლითი და ორივე ხართ თაღლითები და ამასთან ერთად დავამატებ სამოქალაქო დავაში პირველად რაც წარმოგიდგინეთ, დედამისიც, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ჩართული იყო ამ ყველაფერში და ცნობილი იყო მისთვის ეს ყველაფერი. შემდეგ პერიოდში მე ვესაუბრე ქალბატონს და ავუხსენი ყველაფერი და არ ვიცი, ანუ შედეგი არაფერს არ აქვს. ოჯახი არის თავიდან ბოლომდე თაღლითი და
ამ ვიდეოს წერი, იმიტომ რომ იცოდეთ რომ მე ამ ვიდეოებს ყოველთვის გადავიყებ და ყოველთვის დავდებ, მე არ ვიგონებ არაფერს, მე მაქვს ფაქტები და მე მაქვს დოკუმენტურად დამტკიცებული სასამართლოს გადაწყვეტილებები, სადაც თქვენ გამხილეთ და გეშინოდეთ უფლის სამართლის.